დავდით იმედა დავიწყო გადაცემა, რომ ახლა ამდენი ხნის განმავლობაში წარმოიდგინეთ ძირითადად უზივარ ამ კომენტარებს რა და ზოგადად ვიქმნი, ესე ვთქვათ, იმას თუ რა განწყობებია საქართველოში როგორ არის და საერთოდ აი რო უყურებ ამ კომენტარებს, ხო? ამ კომენტარებს რო ვიღებ, ხო? ძირითადად კომენტარები, რასაც განახებთ, სულ სახელებით და გვარებით არის რა. არავინ არ მალავს თავის იმას, რა ქვია რა. სახელი, გვარი და კომენტარი, სახელი, გვარი და კომენტარი რა. და ძალიან ეს და არის აქ იქით ამხარეს არც ერთი კომენტარი არ არის სახელი და გვარის ფაქტიურად. აი სულ ვიღაცა სხვა სახელი, სხვა გვარი, სხვა კლიჩკა თუ რა ვიცი, ზედმეტ სახელი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ნეტარი იყოს მარტო პრობლემა რეალურად ბანგლადეშელებიც არიან ძალიან ბევრი, იაპონელები არიან ძალიან ბევრი. აბსოლუტურად სხვა ეროვნების ადამიანები აჰაჰავებენ, აკომენტარებენ, აი რაღაცა ისეთ სტიკერებს რა ზედმეტად ნეგატიურს. ისე თქვა მინდა ლიზა ამითი რომ ეხა ეს გადაცემა არის ჩვენი აზრი არ არის. მედალიზას ეს აზრი არ არის. ეს ხალხის აზრი არის, რაც გამოგვაქვს და თქვენ გაწვით რა. ეს არის ნამდვილი ხალხის აზრი რა. რასაც ვიძახით, იმიტომ რომ სხვანაირად ეხა როგორ გითხრათ, ამ გადაცემის მთელი მუღამი ეგ არის, რომ ხალხის აზრის სახელით ვილაპარაკოთ რა, რაც წერს ხალხი. ეს არის რა. ხო და ისინი ვინც ლაპარაკობენ სულ ქართველი ხალხის სახელით და აი ქართველი ხალხი ეს არის, რასაც წერს. იმდენ კომენტარს უზივარ და რა ვიცი, ნუ აი ამაში ხარჯავ ძალიან დიდ დროს რა. იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს ეს რა, რომ აი განწყობებია რა დღეს საქართველოში რა. მაგრამ ხელა სიამოვნებაა თან რო ხვდებით რომ თან ამათი ხო ხვდები რა განწყობებია საქართველოში. გეშმის თან განწყობები ნამდვილი ხალხისგან, ფეიკებისგან კი არა. სუსტად. ეს არის მთელი აი ამ გადაცემის მუღამიც ეს არის რა. მე არ მაქვს პრეტენზია რომ ქართული ხალხის სახელით ვილაპარაკო, არ შეეთ. ამიტომ არის ეს ფორმატი, კაი რომ მართლა ქართული ხალხის სახელით ვლაპარაკობ რა და აი გეუბნებით ერთ კომენტარს აღარ გაუშვებ, აი თუ არ იქნება კონკრეტული ადამიანის გვარი და სახელი რა. ეს არის მოსახლეობა და რა ვქნა. დანარჩენები, ვისაც არავინ არ ჩანან რა ტიპები რა. აი ზოგს ის უდევს, ზოგს ეშმაკი უდევს, ზოგს რაღაცა უდევს, ზოგს არაფერი არ უდევს და მიდი მოვდივარ რა. ხო და რა ვიცი, თქვენ თვითონ დააკვირდებით ხა რა ამ სიტუაციას, რა და როგორ და რანაირად. და ნუ ახლა მე აქ პატარა იმას დავამატებ, ხო, იქიდან გამომდინარე რომ მაქვს ეს გამოცდილება ძირითადად ეს fake account-ებთან კომუნიკაციის და ძირითადად ყველას ბლოკავ ალბათ 1-3000 კაცი მყავს დაბლოკილი, იმიტომ რომ ესე მარეკორტებდნენ და პროფილს მიშლიდნენ. ანუ ძირითადად შემთხვევებში ამ ერთი პროფილის, უბრალოდ ამ 100 პროფილის უკან ზის ერთი ძალიან მხდალი ადამიანი ხოლმე. და აი მხდალ ადამიანს მინდა უთხრა, რომ ალბათ ძალიან უხერხულია. პირველ რიგში ის, რომ პიროვნება არ გააჩნია, ვინაობა არ გააჩნია და ნორმალური აკაუნტიც არ გააჩნია. რაღაცა გვარი მაქვს. შეკვეთით წერს რა. ხო. ეგ არის ყველა ეწყობა ვინ წერს შეკვეთით და ვინ წერს ნაღდად გულიდან წამოსულს რა. აი პირდაპირ ეს ამას პროსტო უნდა დავაკვირდეთ რა. ელემენტარულია რა. ძალიან გვებრალებით მართლა გულით ოღონდ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრება მტერს ოღონდ რა, როდესაც არც პიროვნებად ვარ გიხარ და აკაუნტიც არ გივარ ბანგლადეშელი. და სადღაც იმალები შემძვრალი ხარ სოროში, იმაშია. აი, აბიჟნიკო ფიქრია.